დიდი მადლობა მოგზაურებისთვის. ჩემი მოსელების თემა გახლავთ ამირანიანი და ანატოლიური საბეჭდავი. მე არ მეგონება ქართველი, რომელსაც თუნდაც არ სმენია ამირანის ქმულება. მაგრამ როდესაც მეცნიერულად ვიწყებთ ამირანიანის შესწავლას, აღმოჩნდება, რომ უამრავი პრობლემის წინაშე დგას მკვლევარი. მე რა თქმა უნდა ამ პრობლემებზე ახლა საუბარს არ დავიწყებ, ძალიან ბევრია. მე შევჩერდები ყველაზე მთავარ საკითხზე, რაც მდგომარეობს ამირანის ქმულებების დათარიღებაში. უნდა მოგახსენოთ, რომ ამირანის ქმულებების ჩაწერა დაიწყო მე-19 საუკუნის 40-იანი წლებიდან. ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენ ფაქტობრივად წერილობითი წყარო ამირანის ქმულებების შესახებ გვაქვს მხოლოდ და მხოლოდ აი ამ პერიოდიდან. ანუ ჩვენ არ მოგვეპოვება არც ხელნაწერი, არც რომელიმე არქეოლოგიური არტეფაქტი, რომელზედაც გარკვეული კუთხით აღბეჭდილი იყოს რომელიმე ეპიზოდი ამირანის ცხოვრებიდან. მაშას ჩვენ არ გვაქვს არადაერი დოკუმენტი ამირანის ქმულებების გამო, რამაც მისცა საშუალება სხვადასხვა მკვლევარს, რომ განსხვავებული თეორიები წარმოეყენებინა. ამ თეორიებს შორის განსხვავება ზოგჯერ 1000 წლეულებს მოითხოვს, რაც იმას ნიშნავს, რომ წარმოყენებული შეხედულებები სიმართლეს არ უნდა შეესაბამებოდეს. აი ეს პრობლემა ანუ არარწმუნებული დოკუმენტური ფაქტი, რომელიც ჩვენ ვიკარგავდა ამირანის დათარიღებას, იყო ასეთ უცვლელ მდგომარეობაში, აი ამ საუკუნე ნახევრის განმავლობაში. მაგრამ 2 თვის წინ, როდესაც მე მუშაობდი ამირანიანის ქმულებებზე და მის სახელთა ეტიმოლოგიაზე და ასე შემდეგ, სრულიად მოულოდნელად აღმოვაჩინე ერთ-ერთი ძალიან დიდი არქეოლოგის აღმოსავლეთის ტერიტორიების იკვლევების პიროვნება, ვინმე ჰენრი ფრენკფორტი, რომელსაც დაწერილი აქვს წიგნი ცილინდრული საბეჭდავები ახლო აღმოსავლეთში და იქ მიმოხილული საბეჭდავები წარმოადგენს ყველაზე მნიშვნელოვან საბეჭდავებს, რაც კი 1929 წლისათვის აი ამ უზარმაზარ ტერიტორიაზე იყო მოძიებული. ახლა თქვენ სლაიდზე ნახავთ აი ეს სლაიდი გახლავთ ეს ანატოლიური საბეჭდავი, არის ანატოლიური საბეჭდავი, რომელიც ამ წიგნში არის მოთავსებული. ჰენრი ფრენკფორტი მას ანატოლიუსი უწოდებს იმიტომ, რომ ამ საბეჭდავზე რამოდენიმე ხეთური იეროგლიფი აღმოჩნდა. თუმცა თემატიკის თვალსაზრისით და მისი კომპოზიციის თვალსაზრისით იგი იმდენად რთული აღმოჩნდა, რომ ვინც კი და მე საუბარი მაქვს ძალიან დიდ სახელებზე ასირიოლოგიაში, განსაკუთრებით მე-19 საუკუნის ბოლო და მე-20 საუკუნის დასაწყისში. მათ ვერაფერი ვერ გაუგეს და როგორც ჰენრი ფრენკფორტი მიუჭიდებს თავის ნაშრომში, მათ მიერ გამოყენებულია განმარტებები აი ამ საბეჭდავისა ჭეშმარიტებას რეალიტარ შემთხვევაში ვერ ასახავენ. იმიტომ რომ ხან ერთი ფიგურის განმარტება ხდება, ხან მეორის, მაგრამ ამ შემთხვევაში ჩვენ გვაქვს მთლიანი კომპოზიცია და თუ მთლიანი კომპოზიციის დეშიფრირება არ გვაქვს, რა თქმა უნდა, ნებისმიერი თეორია წამოყენებული აი ამ საბეჭდავის სემანტიზაციაზე არ იქნება სწორი. ჰენრი ფრენკფორტმა თვითონ წამოაყენა ერთ-ერთი შეხედულება, რომელიც ასევე არასწორი აღმოჩნდა. და რატომ აღმოჩნდა იგი არასწორი? ჩვენ ახლა ამაზე ვიმსჯერებთ სწორად. თუ დაუკვირდებით ამ ანატოლიოს საბეჭდავს,
ნახავთ, რომ მისი იდეები გარკვეული არშიებით არის შემოვლებული. ამასთან დაკავშირებით უნდა ვიცოდეთ, რომ საბეჭდავებს როგორც წესი არშიები არ ქონდა. ამიტომ როგორც კი აქ არშია გამოჩნდა, ეს იმას ნიშნავს, რომ ეს საბეჭდავი ძალიან ღირებულია, ძალიან მნიშვნელოვანია და იგი ყველა სხვა საბეჭდავზე უფრო ამაღლებულია და დიდია. მეცაც მოგახსენებთ, დაუკვირდეთ ახლა ამ საბეჭდავს ქვედა რეგისტრში მოთავსებულ დეკოს და ზედა რეგისტრში მოთავსებულ აი ამ არშივს. აღმოჩნდება, რომ ჩვენი მოთავსებული არქივი სულ ერთი ქსოვილისაგან შეიძლება ასე ითქვას, ერთი ორნამენტისაგან შედგება. და როდესაც საბეჭდავებში ჩვენ არხია გვხვდება, როგორც წესი და ძალიან იშვიათია ასეთი მოვლენა, როგორც ვთქვით, როგორც წესი იგი ერთ-ერთი დეკორით არის ხოლმე წარმოდგენილი. აი ამ საბეჭდავში კი ჩვენ ქვედა რეგისტრში გვაქვს გულიანი განსხვავებული დეკორი და ზედა რეგისტრში განსხვავებული არხია გვაქვს. ეს კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს იმას, რომ ეს საბეჭდავი და მასზე გამოხატული კომპოზიცია არ არის უბრალო. მეცაც მოგახსენებთ, დაუკვირდი ამ არშიას მისი ერთი ნაწილი განსხვავებული ქსოვილია, ხოლო მეორე ნაწილი კი განსხვავებული. ან ეს კიდევ ერთხელ უპირველესად უსვამს ხაზს იმას, რომ ის რაც ამ საბეჭდავზე არის დაკარგული, აი ამ კომპოზიციის სახით უაღრესად მნიშვნელოვანია. და ეს რომ მართლაც ასია, კიდევ გვაქვს ერთი დამამტკიცებელი საბუთი. ეს საბუთი გახლავთ. აი ეს ფიგურა, რომელიც კომპოზიციის ცენტრშია. ამ ფიგურის ეს ღვთაება, მაგრამ ნაჰაკირანის ღვთაება არა. მისი სახელი, აქადემიის სახელი არის უსმუ. ეს სახელი ეს სახელი მომდინარეობს ქართული სიტყვიდან უშნო და იგი მართლაც უშნოა, იმიტომ რომ როგორც ხედავთ, იგი ორი თავისაგან, ანუ ხანდახან ორი სახისაგან, ორი სახით უპროცენტ არის წარმოდგენილი. ეს მას იმიტომ აქვს, რომ იგი წარსულში ჩიკურება და მომავალში ჩიკურება და ამავე დროს აზრში აი ამ ცენტრალურ კომპოზიციაში დგას. ახლა ნახოთ, მხოლოდ ორად იყოფა აი ამ უსმუს მეშვეობით ეს კომპოზიცია. აღმოჩნდა, რომ ეხლა ნახოთ თვითონ უშუალო კომპოზიციებში რა ხდება. ესე იგი ჩვენ უსმუსგან მარჯვნივ განვითარებული რაღაცა ქვეთება და მარცხნივ განვითარებული რაღაცა ქვეთება. მაგრამ თუ დაუკვირდებით ცალკეულ ქვეთებას, აღმოჩნდება, რომ იგი კიდევ უფრო დეტალიზებულად არის წარმოდგენილი. ანუ მასში გამოიყოფა ორი ქვეჯგუფი. ეს გახლავთ პირველი ქვეჯგუფი უსმუს მარჯვენა მხარეს, რომელიც წარმოდგენილი არის სამსხვერპლო მარხი, რომლის მიხედვით წარმოდგენილია გარეული ცხოველების, ანუ რომების მნიშვნელობით. როგორც ხედავთ, უამრავი შესაწირი არის მაგიდაზე თავი. შემდეგ ჩვენ ვხედავთ ჯდომარე ხალხებს და ეს რომ მართლაც ხალხებია, ამაზე მოწმობს ის გვირგვინი, რომელიც მას თავზე აგია, აი ეს ამის რამდენად კარგად სლავიცე. გარდა ამისა, ეს ჯდომარე ხალხება, იმიტომ რომ ხედავთ მას ბიძები კაბალაში. აგრეთვე ხსოვდება მის უკან ჯდომ ასევე გარეული ცხოველთა. ეს გარეული ცხოველი ჯიხვის მაგალითი აქვს, ჯიხვი ან ელიგირის მაგალითი ცხოველი უნდა იყოს. და მოგახსენებთ, რომ ზუსტად ცხოველებს არც აკარგებენ, არ გამოსახებენ. როგორც წესი, ისეთი ფიგურები იყო
რომ ნახი ინტერპრეტაცია შეგვიძლია და გამგეზრდებიდან ზოგადად იმ ტიპის ცხოვრებას. აი ზუსტად ეს ვიხარება სასახური აი ამ პირველ ქვეყნებში. ესე იგი სამი აი ამ გარემოს ცხოვრების ხალხების და ხალხებისგან შემდგარ კომპოზიციაში ჩვენ შეიძლება ვთქვათ, რომ ეს ხალხები უშუალოდ დაკავშირებულია ბუნებასთან, გარემოს ცხოვრების პატრონობასთან, და ბუნების კეთილდღეობასთან ზოგადად. შემდეგი კომპოზიცია, უბრალოდ ფეჟური, აი ამ კომპოზიციის არის აი ეს მეორე სამი ფიგურისაგან შემდგარი კომპოზიცია. როგორც ხედავთ, იგი ოდნავ ამაღლებულ პლატფორმაზეა პირველისაგან განსხვავებით, რაც იმაზე მიგანიშნებს. ესენი კი არიან ერთმანეთთან დაკავშირებული, მაგრამ მათ შორის არსებობს რაღაცა განსხვავება. თვით ხალხთან ბაჟებს კი იმიტომ რომ ერთ შემთხვევაში იგი წარმოდგენილია დიდი ზომებით, ხოლო მეორე შემთხვევაში კი უფრო მცირე ზომებით არის იწარმოება. ვისთან არის კონტაქტში შესული იგივე ხალხთან. ეს ხალხთანება, რომელიც არის იგივე მეუღლეა ზედა ჯგუფში, იგი კონტაქტში არის შესული და ძალიან კარგი. არც ის სახის მქონე პიროვნებასთან. ამ ხალხის სახის პიროვნება ხელში უკავია ერთი მხრივ გარკვეული დიალოგი და გარკვეული ინსტრუმენტები, რომელთა რაობას ჯერჯერობით ჩვენ ვიცით და მეორე ხელში უკავია როგორც ვეცდათ ჯიბრის მაგარი რაღაცა საგანი. ეს ხალხობა, მაგრამ კიდევ ერთი განსხვავება განსხვავებისა გახლავთ ის, რომ მას თავზე დისკოკია აქვს, ანუ მზის დიალოგია აქვს, არამედ ვარსკვლავს. ესეც მნიშვნელოვანია, ამაზეც ვისაუბრეთ მოგვიანებით. მესამე პიროვნება აბსოლუტურად განსხვავდება აი ამ ხალხთაებისაგან, არც ის სახიანი უნდა ქონდეს პიროვნებისაგან. დიდი პრობლემები მოგავიჩანს და იქიდან გამომდინარე, რომ მას ერთ მხარეს გადადგებული აქვს ისრების ასესასწრე და მეორე ხელში კი თემ დაჭერილი თემზების აცმა უკავია, იმ წუთში შეგვეუბნება, რომ ეს პიროვნება არის მონადირე. გასაგებია ეს ორი ჯგუფი, ახლა გადავიდეთ მესამე ჯგუფში, რომელიც მარცხნივ უსულსა გასულ არის განმარტებული. ეს ჯგუფი ამ კომპოზიციაში ხო აი ნახევარში ძალიან აშკარად გამოიყოფა ასევე ორი ჯგუფი. პირველი შედგება ორი ერთნაირად ჩასული პიროვნებისგან, რომელსაც უკავშირდება როგორც ხედავთ, თითქოს მომყრე ჩოხაში გამოწყობილი პიროვნება. მათ სახის გამომეწვევებს რომ დავაკვირდეთ, აღმოაჩენთ, რომ ეს ორი პიროვნება რაღაცა სიმბოლოს გამომეწვევებით არის, ხოლო მეორე კი ძალიან გამართულია რაღაცა. მათ ერთნაირი იერარქი უპირატესად ხედავს. ამ იერარქიაზე მოვიარეთ. თვითონ ის ფაქტი, რომ აქ კიდევ ერთი ჯგუფი გამოიყოფა, ეს არის უკვე მეორე ჯგუფი, ისინი ზოგ შეცვლილი არიან ერთმანეთთან, ხო? აქ მეორე ჯგუფი შედგება პიროვნებისაგან, რომელსაც ხალხი გადადგმული აქვს შვილი და თერთმეტ, ანუ ფაქტობრივად საუბარი აქ საუბარი არის ასეთე ვიღაც მონადირეზე და მეორე უკვე ჩვენ ხედავთ გამოყვავილს, რომლის შიგნითაც ჩვენ ხედავთ დასჯილ პიროვნებას. ეს პიროვნება რომ ნახავს დასჯილია და გამოყვავილს, ამას მოწმობს მისი აწეული ხედები და ხალხისა თუ თხოვნის გამომეტყველების მქონე თვალებითა და სახით, რომელიც რეგისტრება უხდება. როგორც კი არის ამას ჩვენ როგორ ვიხართ აი ამას ამიტივად ზუსტად ისე როგორც ეს მოცემულია უცნობ მხატვარს შეუძლებელია რომ ქართველებს არ წარმოვიდგეს ჩვენი ამირანი რომელიც არის დასჯილი გამოყვავილში და ჩვენ ვიცით რომ ერთადერთი ადგილი სადაც ამირანი არის მოწილი ეს გახლავთ კავკასიონი ამიტომ ისმის კითხვა არის უარა მითითება
აღმოჩნდა რომ აი ახლა მინსულს კიდევ ერთი ახლა მინსულს კიდევ ერთი სლაიდი გაჩვენე. აი ამ სლაიდზე ეს მეთერი არის თემში და აი თავისებურ სიმბოლოებს ეხება. ეს თავისებური სიმბოლო, თითოეული სიმბოლო გამოხატავს თითოეულ ერთ თავს, როდესაც ბევრი გაქვთ. ხო, ამ შემთხვევაში იგი უკვე გამოხატავს რაღაცა konkrეტს. აი აქ მოსდევი. აი ამ შედეგი გამოყვანილი თავი თუ შეიძლება ასეთი ხალხური სიმბოლოებისაგან, ანუ თის სიმბოლოებისაგან, მაგრამ ერთი არ არის. არაბენ არის მთელი სტრიდი არის ამ თემისა, რაც იმოქმედება ნიშნავს. სტრიდი საქმე გვაქვს რაღაცა კეთთან, თაგერებთან და ერთადერთი ადგილი, სადაც ამირანი მოთაშტილი, ეს არის კავკასიონი. ამიტომ ჩვენ შევხვდებით, რომ ეს გამოყვანილი, სადაც დანიშნული არის კავკასიონის თემი. გვაქვს თუ არა ამისი სამტკიცებულება, როგორც ჩანს, ეს ძალიან კარგად იცოდა თვითონ ამ საკითხის შეფერებას თუ დამკვეთვად ვიცი თუ არ ვიცი, საქმე იცი, რომ როდესაც ეს თის ფორმა ამოტრიალებული მდგომარეობაში, ეს იმას ნიშნავს, რომ იგი სადღაც იქნება. ჩრდილოეთისკენ არის განლაგებული, იმიტომ რომ სწორედ ჩრდილოეთის მხარეს აქვს მას სწორი ნორმალური ფორმა. აქედან გამომდინარე, ჩვენ ფაქტობრივად აი ამ თამაშის გეოგრაფიას იმოცა აი ამ უცნობმა ხალხმა. კიდევ უფრო მეტი, იცით რა ხდება, როდესაც საბჭოს ანალიზებს, გასაკუთრებით ესეთი დიდარი საბჭოს, თქვენი ფენომენა ამოვიდეს სხვადასხვა ინფორმაციული შეერთება. აქაც უცბად იგი ხდება. ერთი აი ეს თის გამოსახულება და აი ამ კალების შეიძლება პოზიცია გვეუბნება, რომ ეს არის კავკასიონის თემი, რომელიც საბჭოების შექმნის ადგილიდან წარმოადგენს შორს. მეორე მხრივ იგი წარმოადგენს გვერეშაპის ფორმას. ამ შემთხვევაში გვერეშაპის ფორმას მეტი თუ გვერეშაპი ჩამოვყვებით ხვდებით. აი აქ ხედავთ, რომ მათ ხახა დარჩენილი აქვს. ეს კი ჩვენ ამერიკანის სულიერი განსხვავებული ეპიზოდისაკენ ვიზიტებს, ხო? ეს გახლავთ ის მომენტი, როდესაც ამერიკა თეთრი და წითელი გვერეშაპი დამარცხა, მაგრამ ჩანს ვეღარგვერი, ხო? და ჩამმა იგი გადავა. ესე იგი, აი ამ პატარა პოზიციაში, ამ პატარა ფიგურში კლასიკად არის განკუთვნილი ქართულ ქმედებებში მოცემული ინდივიდი. ახლა ნახოთ თუ რა არის კიდევ აი ამ გამოყვანილში საინტერესო. ჩვენ ვიცით, რომ ამერიკა ერთად მისი ხმა იყო, რომელთანაც ერთად იგი დაიბადა, მაგრამ ჩვენ გამოყვანილში ხმალს ვერ ვხვდებით. მაგრამ ხმლის ნაცვლად ჩვენ ვხედავთ ორ თეზს. აი დაახლოებით აქ არის ორი თეზი გამოხატული, მაგრამ ისინი სხვადასხვა ფუძაში არიან გამოხატულები. ქვედა თეზი არის ჰორიზონტალურ მდგომარეობაში, ხოლო ზედა თეზი, რომელიც თავისი კუნითა და ტანით ქმნის გვერეშაპის ხახას, ის სინამდვილეში ზეცაში აფერის პოზიციაშია. მაგრამ თუ დავაკვირდებით, როგორ კონტაქტშია მიჯაჭვური ამირანი აი ამ თეზებთან, აღმოჩნდება, რომ ჰორიზონტალურად განლაგებულ თეზს იგი თეში თემატურობა, მაგრამ რაც შეეხება მემორიას, რომელიც ასე ვთქვათ, ის პოზიციაშია, იმას ოდნავ თანაც კუნძის არხზე ეხება. ეს იმას ნიშნავს, რომ აქ რაღაცა სიმბოლური ნიშნება აქვს, რომ ის ფაქტი, რომ აქ თეზია გამოხატული, სულაც არ ნიშნავს იმას, ეს თეზია. არამედ რაღაცა სხვაზე იმონიშნება. მინდა გავიხსენო თეზისა და ღვთაების ურთიერთობა. უძველეს შუმერულ ცივილიზაციაში პირველი თაგვი, პირველი ღმერთი, რომელიც მითითში მიახვედრებოდა ეროსტოსის პარადოქსის ადრეს უფროსი ქუმუნის მიერ დაწერილი წიგნიდან ბაბილონიდან. იდეა ამბობს,
ერიტრეის მხრიდან გამოდიოდა თესკაცი, ნახეთ, ღმერთი თესკაცი, რომელმაც ასწავლა ველურ ადგილობრივ ცხოვრებებს. დამწერლობა, მათემატიკა, მშენებლობა, სოფლის მეურნეობა და ასე შემდეგ. ანუ ამ ღვთაებრივმა თესკაცმა ცივილიზაცია, უპირველეს თუმცა კულტურა, ხოლო შემდეგ კი ცივილიზაცია მიიტანა შვილში. ამიტომ თესის და ღვთაების განგირებას არაფერი არ უგრძნობს. უფრო მეტიც, ქრისტიანულ რელიგიაში იესო ქრისტე განსაკუთრებულ დასაწყის ეტაპზე პირველი ქრისტიანები თესთან აიგივებდნენ და თქვენ მოგეხსენებათ, რომ გამოსახულებულმე იესო ქრისტეს ნაცვლად თეს. რაც იგივეს ნიშნავს, ვინაიდან აღსაკვეთი ჰქონდათ საუბარი იესოზე, ამიტომ ისინი კომუნის თვით, ანუ თესით გადასცემდნენ აიღებენ ინფორმაციას. რასაც ჩვენ და ზუსტად ეგ არის, მაგრამ ასევე მიღებულია ასეთი პოსტულატი, რომ როდესაც თესი არის სახით ზეცისკენ, ამ შემთხვევაში საუბარი არის უდრედით აღდგომასთან, ანუ ღმერთის ზეცას განამვლენასთან. და თუ ეს ასწრა, მაშინ ლოგიკურად უნდა ვიფიქროთ, რომ თუ თესი არის ხტარი, დროგებული და თუ თეს თავი დახმარს, ესე იგი ღმერთი ჩამოდის დედამიწაზე, მაგრამ როდესაც თესი არის ჰორიზონტალურ ფორმაში, ეს მის სტაბილურ მდგომარეობას უწევს. ანუ ზედიზედ აღარ იცის მე-15 საუკუნეში ვიღაც უცნობმა მხატვარმა თუ ოსტატმა გააკეთა საბჭოთი, რომელზედაც აღნიშნული არის ამირანის ცხოვრებიდან სხვადასხვა ეპიზოდები. და როდესაც ჩვენ მოვახდით აი ამ ჯგუფის დეშიფრირებას და ვიტყვით, რომ ეს არის ამირანი, ვიტყვით აგრეთვე თუ რომელთა ფექციები, ასე ვთქვათ, ჯაჭვური და იქ ჩვენ გვაქვს გამარტივი ინფორმაცია მისი ფაილები სტატუსის შესახებ, რა თქმა უნდა, მე უკვე ხდება აი ამ მომდევნო ჯგუფების დეშიფრირებას და ეს დეშიფრირება ძალიან მარტივი ხდება. სამწუხაროდ ახლა მე უკვე დრო აღარ მაქვს, რომ გავაგზავნე საუბარი, ამიტომ მე მხოლოდ ვეტყვი, ვინ არის და თვითონ აი ამ საკისტანის დეშიფრირება ალბათ ერთში გამოაჩინა დაიმსახურა ჩემი წიგნი, რომელსაც ქვია მიჯაჭვური ამირანის მიკროკულტურული ქსელი და იქ თქვენ ნახავთ როგორც დასაკუთრების ეტიმოლოგიას აღნიშნული ამ საკისტანის განკურნებას და ბევრ პერიოდში იმაზე საინტერესო მასალას. ეხლა უბრალოდ ჩავთვლი ვინ არის და არის გამარჯვებული. მაშინ აი ეს ჯგუფი სამი ეს აღებულია ბერძნული მითიდან. ეს იღებდა როდესაც ამირას უპროსტოს პროფიტეს სამი პიროვნებას ჭირს. ეს არის კრატოსი, მისი და ბაია და შემდეგ უკვე ჰეფესტო, რომელიც უშუალოდ უწევს ასრულებს. უშუალოდ უკვე რა შეიძლება აი ამ ხალხთან რა თქმა უნდა ამირანის დედაცი და ეს არის და ის მითოლოგიაში მოგეხსენება ცისკრის ვარსკვლავი. ქვია და ჩვენი დაღი ცისკრის ვარსკვლავი ვენერა ავტომატიზირდა იმან. ხოლო იშტას ორი ასტრონომი სახე გააჩნდა. დილის შარი, როდესაც სინათლე მოდიოდა და საფაროსი შარი, როდესაც სიმერე მოდიოდა. აი ამ შემთხვევაში ჩვენ ვქნათებული, ანუ ზის რაც ნიშნავს იმას, რომ დაღი არის თავის ქმედი, ასე ვთქვათ, ასკალონ მომღერლებში. ხოლო რაც შეეხება მეორე, აქედე უკვე საღამოს დაღისა ჩვენი საქმე და იგი ისესაუბრება არის ის სახიდან კაც მე შეიძლება იყოს. ხოლო ის ვინც გუწუწუჯიდან მიჯაჭვურ ამირას. ანუ აქ არ არის საუბარი როგორც ჩანს, ალბათ უნდა გადაწყვეტს მიჯაჭვური გმირის დედა. ვინ იქნება ეს პიროვნება, რომელიც ამთავრებს აი ამ კომპოზიციას. თქვენ როგორ ვფიქრობთ? ვინ იქნება მონარქი? სულტანი და ისურ მართლაც სულტან მახია სწორედ აი ის თეზების აცნა
ადასტურებდა, რომ მართლაც კამპანი უნდა ყოფილიყო იმ და არასვა რაიმე ეს უკვე ჩემში არის ძალიან დეტალურად დახელული. ძალიან დიდი მადლობა თქვენი ყურადღებისათვის. ინფორმაცია უნდა შეჭერდა. Exactly.